მიმდინარე კვირაში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების დასკვნითი სასამართლო პროცესებია დანიშნული. კერძოდ, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადადისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი 3 სექტემბერს გაიმართება. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ 2 სექტემბერს გამოაცხადებს. დაკავებული 8 პირიდან 3-ს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვევენ აჭყებიან თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვაჟათოდუამ განაცხადა, ბაჩიაშვილს უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ის არ საჭიროებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, ის პირველად დაეთანხმა ბრალდების მხარეს. მოსამართლე ჯვევენ აჭყებიან პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილად. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკულიათ, თუმცა ის გადაიდო. ცნობისთვის გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 354 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. პირველივე დღიდან ჩვენ ვაცხადებდით, რომ იმ რეალობაში, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილის თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი 11 წლის ვადით, არ არსებობდა არანაირი საფუძველი დამატებით სხვა საქმეებზე დაპატიმრების შეფარდების. დღეს პროკურორმა ზუსტად იგივე გააცხადა შუამდგომლობის დასაბუთებისას და ცხადია ჩვენ გამოვხატეთ თანხმობა, არ არის გამორიცხული მომდევნო პროცესისთვის გარკვეული ტიპის მტკიცებულებები დაცვის მხარემ ჩათვალოს არასადავოდ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 33 დღეა დარჩენილი. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი, მათ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. თბილისის მერობისთვის მათი ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. გვინდა რომ ეს ქალაქი დავინახოთ როგორც ამიერკავკასიის ნიუ-იორკი, ეკონომიკური ცენტრი იმ 3 ქვეყნის და არა მხოლოდ ამ 3 ქვეყნის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი, სადაც ყველას აქვს თავისი ფინანსური ინტერესები და რომელიც მარტივია აქ ცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრებლად. გულისხმობს იმას, რომ მანქანით გადაადგილება იყოს ადეკვატური და შესაძლებელი, ვისაც სწრაფი გადაადგილება უნდა მანქანის გარეშე, იმას მეტროს მეშვეობით ქალაქის თითქმის ნებისმიერ წერტილში მისვლა უნდა შეეძლოს და ახლომდებარე ქალაქები, როგორც არის რუსთავი, ისევე უნდა იყოს დაკავშირებული თბილისთან, როგორც არის გლდანი მაგალითად. რა არის მოტივი ამ რუსულ სპეცოპერაციაში გამარჯვების, სადაც არანაირი მონაწილეობის, სადაც არანაირი შანსი უბრალოდ მიახლოებულიც კი არ არის იმისი, რომ რაღაცა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდებოდეს, სადაც ქართული ოცნება დაიწერს იმას, რაც თვითონ დასჭირდება. რა აზრი აქვს ამაში მონაწილეობას? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამორჩევლის პასუხი ამაზე, მათ შორის იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ. ევრორეკომენდაციების შესასრულებელი ვადა ამოიწურა. ქართული ოცნება ევროკავშირის დირექტივების შესრულებას არ აპირებს. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. მართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ქართული ოცნება ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს და მოქალაქეებს უკეთესი მომავლის შანსს ართმევს. მათივე თქმით, თუ ქართული ოცნება კურსს არ შეცვლის, ქვეყანა კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ვიზა ლიბერალიზაციის შესარჩუნებლად და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არის. ქართულ საზოგადოებას ბევრად უფრო მეტად დაფიქრება მართებს, სანამ არჩევანს გააკეთებს, იმიტომ რომ წინა არჩევნებზე
ასე დაალაგებულად და ქართულ ოცნების პროპაგანდას აყოლელებმა 51 რო ხაზა ჩვენმა მოქალაქეებმა, სწორედ ახლა ამიტომ დგას ის საფრთხე, რაც დგას საქართველოს წინაშე. ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ, მანამ სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. არ აქვს თარიღის მნიშვნელობა, ეს იქნება 5 სექტემბერს, 10 სექტემბერს, 20 სექტემბერს, მანამ სანამ ქვეყანას მართავს რუსული ძალა. მანამ სანამ რეჟიმი არის ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურად წიხლს კარავს და აფურთხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან. ყოველთვის ევროპული ინტეგრაცია და ვიზა ლიბერალიზაცია ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციაზე იყო, ხო, 31 აგვისტომდე ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. ამდენი წელია ითმენენ ევროპელები და იქით გეუბნებიან, რომ ნუ გლანძღავთ, ნუ გთათხავთ და იმან უილანძღებით და ასევე რას ითხოვდნენ ახლა ბოლოს, რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, დაიწყეთ დიალოგი ოპოზიციასთან და ასე შემდეგ. ისევ ჩვენთვის ასარგებლო რაღაცებს, მაგრამ აქაც დაიწყეს ტლიკინი, რომ თითქოს არ იქა რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინებას თუ რაღაცას გთხოვდნენ. ტყუილი თავიდან ბოლომდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როცა ეს ეტლიკინები ის იმ მექანიზმებს აამუშავებს, რაც მის ხელში ამდენხანს კიდე ფეხს ითრევდა, იმიტომ რომ დილობიანი ხალხია. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კი არა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციას, ქართულ სუვერენიტეტს, სიმშვიდეს ქვეყანაში, ქართული ხალხის განვითარებას, თუ შენ მე მთხოვ, რომ აბსოლუტურად გავნადგურდე, აღარ იყოს აღარ ტრადიცია, აღარ ეროვნულობა, აღარ სიმშვიდე, იყოს აქ ომი, ქაოსი და ტერიტორიები გამოიყენოს სხვა სახელმწიფომ, რა საკითხი უნდა დამისვა ისეთი და რა ვიზა უნდა მომწე ხა ისეთი, რომ გავცვალოთ ჩემი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ჩვენ ამ დოკუმენტის მიმართ, ანუ ამ წესების და კანონების მიმართ, ყველა პირობა გვაქვს პირნათლად შესრულებული. აქ არის რაღაცა დამატებითი პოლიტიკური რიტორიკა შემოტანილი, ხო? რომ საქართველოში ოჯახური ფასეულობების დაცვა არ უნდა ხდებოდეს და LGBT პროპაგანდა უნდა იყოს წახალისებული. ეს არ შედის არანაირ არც ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებათა განაწესში და მით უმეტეს არც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. მიხეილ ყაბელაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული დიპ სტეითის დომინირებით საქართველოში, რასაც მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია პასიურად აკვირდება. ყაბელაშვილის თქმით, იგი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილმა წერილმა შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოიტანოს. მართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ქართული ოცნების მიერ დიპ სტეითთან დაკავშირებით გაჟღერებულმა უწყვეტმა განცხადებებმა ამერიკაში შესაძლოა უარყოფითი რეაქციები გამოიწვიეს. თავისთავად ის რომ ტრამპს საჯარო წერილებით ყაბელაშვილი ელაპარაკება, ამაში კაი არაფერი არ არის, იმიტომ რომ გასაგებია რომ სხვა არაფერი არ გამოვიდა და ახლა რაღაცნაირად საჯაროდ ცდილობენ ქართველი ამომრჩევლის წინაშე პოზიციონირებას, თითქოს ჩვენ ტრამპთან მართალი ვართ. გვერდში ვედექით დიპ სტეითთან ბრძოლაში და დამარცხდა და ჩვენ რა ვქნათ ხო არ გადავყვევით. აი ამ ნარატივის გავრცელებას ემსახურება ეს და მას არანაირი კავშირი მეგობრული ურთიერთობის და სტრატეგიული პარტნიორობის დაბრუნებასთან არ აქვს. ასეთი წერილებით სტრატეგიულ პარტნიორობას არ ებრუნები. თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნოდ როგორ ატყუებდა ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს, მათ შორის რომ ისინი ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეძლებდნენ ურთიერთობის დაალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ტრამპი მათ მხარს დაუჭერდა, რომ არ იქნებოდა სანქციები და ასე შემდეგ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე არ ყავს უბრალოდ ხელის ჩამორთმევი. ასე წერილების გავრცელება არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ძალიან ტრამპი როგორც ხედავთ არის ძალიან ფეთქებადი ხასიათის კაცი და თან ძალიან სერიოზული თვითმფრინავები ყავთ ბომბდამშენები ამერიკელებს და რო ეძახი ტრამპს რომ დიპ სტეითი გმართავსო. მან სადმე ცუდად არ გაბრაზდეს და რამე არ მოგწიოს და რამე არ დაგმართოს, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ამდენი ხანი რომ დასცინი აბუჩადიგდებ და დიპ სტეითი გმართავსო ამ ხელაკაცეუნები, რომელსაც ისეთი პრეტენზიები აქვს, რა ხუთი ომი გავაჩერეო იძახის და რა ცაკუდათ არ მიაჩნია დედამიწა ქალავნა, ნუ ეგეთი კაცი არის ტრამპი. ამ კაცს რო ეძახი რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ და დიპ სტეითი გმართავსო, ის კაც ძალიან მალე გაბრაზდება და ძალიან ცუდად გათლის ამათთვის წკეპლას. საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მხრიდან მივიღეთ. მათ შორის ომში ჩართვის, ასე ვთქვათ, მოწოდებებიდან დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების გათამაშებით. მათი მხრიდან რაიმე ზეწოლა დღეს საქართველოზე არ ხორციელდება, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი.
სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და სტრატეგიული ურთიერთობების კონკრეტულ შედეგებში გადატანა. მთავრობამ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებები შეიტანა. როგორც BPN-ი წერს, საქმე ეხება IT სპეციალისტებს, რომელთათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. კერძოდ, ახალი რეგულაციების მიხედვით ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25,000 ამერიკული დოლარის ექვივალენტზე ნაკლები არ არის. ამისთვის კი შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ. მანამდე მსგავსი ჩანაწერი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ კანონში არ ყოფილა. დადგენილების მიხედვით საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაიცემა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 წლით, არა უმეტეს 12 წლამდე. დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიაზე უწყვეტად 183 ან მეტი დღით არ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის მხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 1966 წელს დაბადებულ პირს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და ნანივთ მტკიცება დამოიღო. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოხოვსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა და ცოლ-ქმარი დაიღუპა. ფედოროვის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტს 591 ჯერ დაარტყეს. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად კერძო სახლების, ბინების, ავტომობილების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ 57 შეტყობინება მიიღეს. ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლში რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამოქალაქო ავტომობილს დაარტყა, რის შედეგადაც 59 წლის მამაკაცი დაშავდა, მისი 51 წლის მეუღლე კი დაიღუპა. ავღანეთში მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სავარაუდოდ ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მაშველები ადამიანების გადასარჩენად სახლების ნანგრევების შემოწმებას აგრძელებენ. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ სოფელში 30 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა საერთო რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მაღალია, მაგრამ რადგან ტერიტორია ძნელად მისადგომია, სამაშველო ჯგუფები კვლავ ადგილზე არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ასობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.